საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება King of Drift 2025 ოფიციალურად გაიხსნა. ტრადიციულად უკვე მეოთხე სეზონია დრიფტის ჩემპიონატი ლილო არენაზე ტარდება. საავტომობილო სპორტმა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე სწრაფად ვითარდება, საქართველოშიც შეიძინა საერთაშორისო მასშტაბი და 7 სხვადასხვა ქვეყნის 70-მდე პროფესიონალი თუ მოყვარული ავტომრბოლელი გააერთიანა. King of Drift-ის პირველი სერიის გამარჯვებული გიორგი კოდუა გახდა. მეორე ადგილზე მათე როჭიკაშვილი გავიდა. მესამე ადგილი კი სანდრო ფოფხაძემ დაიკავა. ფინალი იმდენად დაძაბული გამოდგა, რომ საჯებს გამარჯვებულის გამოსავლენად 2 გარბენი არ ეყოთ და დამატებით 2-ის დანიშვნა მოუწიათ. სამივე საპრიზო ადგილი BMW-ს მარკის ავტომობილებს ერგოთ. დიდი მადლობა დავწერე საზოგადოებას ესეთი გულუხვი გულშემატკივრობისთვის, მადლობა მეგობრებო. რაც შეეხება ჩემ გამარჯვებას, რო გითხრა ეს 100%-იანი განაღდებული მქონდა, ველოდებოდი, მოგატყუებ. არც სამწუხაროდ ბევრი ვერ ვივარჯიშე მაგამდე, მაგრამ ჩემი გამოცდილებით და ამ შესაძლებლობებით, ესე ვთქვათ, შეუძლია ბევრი მონსტრის დამარცხება. მარტივად მივახცე ფინალში, სადაც უკვე მათე როჭიკაშვილი მელოდებოდა მონსტრებთან ნაბრძოლველი, რომელსაც უფრო მეტი გამოცდილება დააგროვა დღევანდელ დღეს და პირველ გარბენზე სამწუხაროდ OMT მოგცეს, ანუ კიდევ ერთი გარბენი და მე მათეს შეცდომები და მინუსები დავიჭირე, ესე ვთქვათ და მეორე გარბენზე გამოვასწორე ეს ყველაფერი და შევეცადე რომ მაქსიმუმი გამეკეთებინა და მოვიპოვე გამარჯვება. King of Drift-ის შეჯიბრი როგორც ყოველთვის ძალიან სანახაობრივია. დღევანდელმა შეჯიბრმაც რა თქმა უნდა არ გვიღალა და ძალიან მაგრად გავერთეთ მრბოლელები და ასევე მაყურებელი და უსომო დიდი ემოცია იყო. ჩემს გამოსვლას რაც შეეხება პირველი ადგილი რა თქმა უნდა უკეთესია, მაგრამ პოდიუმი ყოველთვის კარგია მაინც და შემდეგ შეჯიბრზე შევეცდებით რომ უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ. პროექტი King of Drift ცნობილ ქართველ ავტომრბოლელს მეულუდ მელაძეს ეკუთვნის. შეჯიბრება პირველად 2008 წელს ჩატარდა და მას შემდეგ ჩემპიონატის მასშტაბი ყოველ წელს იზრდება და სპორტსმენებს ახალ შესაძლებლობებს თავაზობს. შეჯიბრების ერთ-ერთი მსაჯი თავად მეულუდ მელაძე იყო. ორგანიზატორებმა დრიფტის სანახავად მისული მაყურებლებიდან შემთხვევითობის პრინციპით 3 გულშემატკივარი შეარჩიეს. მათ საშუალება მიეცათ მეულუდთან ერთად, რომელიც თავის ცნობილ ავტომობილ Purple Junks მართავდა, დრიფტისგან გამოწვეული ადრენალინი შეეგრძნოთ. როცა შეჯიბრში მონაწილეობდი, ყოველთვის რთული იყო გამეკეთებინა, რომ მაყურებელი გამეხარებინა, იმიტომ რომ როცა რბოლა ნებისმიერ ერთი გარბენი ნიშნავს, რომ რაღაცა რესურს მანქანას აკლებ და შეიძლება სწორედ ეგ მომენტი იყოს, როცა შეჯიბრი წააგო. სასწაული დასაწყისი იყო, არ ამგონია, რომ სოფლიოში არსებობს რომელიმე ქვეყანა, რომელიც არ იამაყებდა მსგავსი დასაწყისით რბოლის, მით უმეტეს რომ უკვე ქვეყნის გარედანაც ძალიან ბევრი ადამიანი გვემატება. ყველაზე უფრო ველოდები მაინც ზაფხულის ეტაპს, როცა ღამე იქნება რბოლა განათებაში, რაც თქმა უნდა სასწაული სანახაობა იქნება და რბოლების დონე იზრდება და როგორც პირობა მაქვს ადებული, რომ ყველა ვარიანტში იქნება ქართველი მსოფლიო ჩემპიონი დრიფტში, ძალიან მალე ამ შედეგს ვიხილავთ. King of Drift-ი ქუჩის რბოლების ლეგალურ სივრცეში გადმოტანასა და საქართველოში საავტომობილო სპორტის განვითარებას ისახავს მიზნად. ღონისძიება 2025 წლის სეზონზე 5 ეტაპად ჩატარდება. მომდევნო შეჯიბრება 25 მაისს კვლავ ლილო არენაზე გაიმართება. მაყურებელს კი ისევ ექნება შესაძლებლობა დაუვიწყარი ემოციები გამოსცადოს.